Gimnastika. Agirtsim. Help me! Help me! როცა გადაცემა მიყავდა, მაშინ უფრო გახშირდა ეს უცნაური ამბები შენ ცხოვრებაში თუ მანამდე, იმიტომ რომ მე ვიცი რომ შენ ტყეში ნახე ჭინკები. როცა მე ეს გავიგე, არ გამკვირვებია, იმიტომ რომ რაღაცა დევს შენ ვერ დაინახავდი, რაღაცა მგონია რომ რაღაც შენი სიმაღლის Hello darkness my old friend მალები ეტყობოდა, ძალიან ახლოს ხედავდი, მალები ეტყობოდა. ესეთი ყურები ქონდა, თხელი იყო ნაცრისფერი, მოყავ. აი ეს გრძელდება, სადღაც რა არის, იცით, უცხო პლანეტელებს ვარქმევთ ხოლმე ამას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არასწორი კვალიფიკაცია აქვს ამას. ეს ყველაფერი არის რეალური, მაგრამ ეს არის ბროდი ძალის და არა ის, რასაც ჩვენ უცხო პლანეტელებს ვეძახით, თუნდაც ის ჭიკები ავიღოთ და თუნდაც ის. არაფერი ხილვა არ იყო, უბრალოდ იყო სიზმარი და დაემთხვა ცხოვრებაში, ყველაფერი რაღაცები ემთხვევა ერთმანეთს. კარგად არის, ყოველ შემთხვევაში თავად ძლია გითხრათ, რომ ყველაფერი რაც შეიძლება ტრიალებდეს ჩვენს ირგვლივ, მე ხელზე მეწევება. აი ესე ავიღო რაღაც ნებისმიერი. აი ეს. მოდი მეც უნდა გავაკეთო. შეიძლება გავაკეთო. კი, აბა, რა თქმა უნდა. Right there. What the dog doing? My disappointment is immeasurable. And my day is ruined. ყველაზე უცნაური ჩემთვისაც აი მობილი რო შემოვიდა, თავისთავად ცხადია გამიჩნდა ისა, რომ აი მზე ეკრანი ჩვეულებრივად მეწეპება, შეგიძლიათ ცოტა ნელა ჩამოწიოთ და ნახოთ როგორი აბა ესე გადმოვატრიალეთ, აბა თუ ვერ გადმოვატრიალებ, იმიტომ რომ მძიმეა ესა. აჰა, ძალიან მძიმეა. მძიმეა. სახლის ერთ-ერთ ოთახში ბევრი პურია მოგროვებული. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ხშირად პური შეჭმული ხდებათ, რასაც აქ მოვინადრეს სულებს მიეწევ. არ შეგეშინდეთ. შუაგულ თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე, ამოუცნობი არსება, უცხო პლანეტელი. ბარაბაშკა თუ რა არის, ჯერ არ ვიცით, დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ სახლს აწიოკებს, ყრის ტანსაცმელს, ამტვრევს ყველაფერს, რაც ხელში მოხდება და კაწრავს კედლებს. უკვე სექტემბრიდან აღარ უშვებდა ბავშვს, ასველებდა. რა როგორ ასველებ? აი წყალს გამოვიდოდა დედიკო იტყოდა ესე. დასველებული ბავშვი. ხევდა კიდეც შარვალს რაც უნდა ჩაეცვა, ან უმალავდა შკაფის. ამას ეკონტაქტება იმ ხრივ რომ წერს. და მეუღლე ეწევა სიგარეტს და კარგახანია დაუწერა, ნუ ეწევიო, არ მოწიოდა. ამან სად დაუწერა? როგორ აკეთებს ახლა გია. ადექი თქვათ ლიზიკო დგას ასე. მე ესე ვარ. ისეთნაირად გონია ლიზიმ გააკეთა. რა მითხარით? ამას მეჩხუბებოდით ხოლმე ხო? ისე რას მიშობეთ კან, ამდენი ასე What the dog doing? იდუმალი, ამოუცნობი, სწრაფი. არავინ იცის სად ცხოვრობს და არავინ იცის ვინ არის. ამოვედი, კარები დამხვდა ღია ესე. ამბობდნენ ესეთი ის არის, მანიაკიო ვიღაც დადისო და არ მეჯერა. დიდი ხმა იყო და როგორც გამოვიხედე, თეთრებს ჩაცმული, მაღალი მამაკაცი იყო, მურივით ესვა სახეზე რაღაცა წითლად აქონდა აქ ამ ადგილებში. ეს ცელოფანი მაგალითად აქ ეგდო, ან ძეხვის ან რაღაც
ცელოფანია ნაჭამი. I tell you what though, folks, that's bloody nice. That is really... That is bloody lovely. 6 თვის წინ სწორედ ამ სახურავზე გამოჩნდა, ისევე როგორც დღეს ამ ღამეს. მისი ლოკაციის ადგილი, რა თქმა უნდა, ხშირად არის სახურავი. Oh Lord. Again. A fucking again. Oh, you don't do what for 5 minutes. You fucking wankstein. Don't shift your beer. What the fuck are you talking about? რომ გითხრათ, მყარი სახურავია, მეთქი მოგატყუებთ.